კვირას ზუსტად 20 საათზე ტელეკომპანია ერას საინფორმაციო გამოშვება იწყებს მუშაობას კვირის ამბებს ია გოლიაძე გაგაცნობს საღამოშვიდობის. უმაღლესი საბჭოს ბიუროს ხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. მოხსენებებით საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჯაში და საბჭოს წევრები თემურ კახიძე და პეტრე ზამბახიძე გამოვიდნენ. ხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის შემცირების თემა განიხილეს. პეტრე ზამბახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. ბიუროს ხდომაზე პლენარული ხდომის დღის წესრიგიც დამტკიცდა. უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტში აზრთა სხვადასხვაობა. აპარატის მიერ წარმოდგენილი იყო თავიდან 386,000, მერე 367,000. ჩვენ მერე ვიმსჯელეთ აპარატთან ერთად და მივედით დასკვნაზე, რომ უნდა შეგომცირებინა 146,000. მაგრამ გავითვალისწინეთ ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო და შეიძლება კიდე მეტის მართლაც შემცირება. ჩვენ გამოგვიყონ უნდა მიწა უნდა გამოგვიყონ ქალაქში მშენებლობისათვის. ამ მშენებლობისათვის ჩვენ შენახული გვაქვს, ასე ვთქვათ, 60,000 ლარი და თუ ამის დასაბუთებებს მივიღებთ, რომ ნამდვილად გვიყოფენ მიწის ფართობს ამ მშენებლობისათვის, მაშინ შევინახავთ ამას თუ არა და ისევე შევამცირებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ბიუჯეტის გაზრდა საზოგადოებრივი მაუწყებლის. მრჩეველთა საბჭო როცა იყო უმაღლეს საბჭოში და განხილვა იყო სწორედ ანგარიშის, მაშინაც დაისვა ეს საკითხი და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი სწორედ არის ფინანსების და ის, რომ თანამშრომლების ხელფასებიც არ არის ისეთი ადეკვატური, როგორც არის თქვათ იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ასევე ის, რომ ტელევიზია გადადის ციფრულ მაუწყებელობაზე და აუცილებელია ამ მიმართულებით ცვლილებები და პრიორიტეტები ამ კუთხით უნდა დაისახოს. ამაზე ამ მიმართულებით ბიუჯეტის ცვლილება ვფიქრობ ხელს შეუწყოს ამ პროცესს და თუ რა თქმა უნდა პარლამენტი მხარს დაუჭერს ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში მომავალი წლიდან ბიუჯეტი 2%-ით გაიზრდება. ჩვენ წარმოვადგინეთ რეგლამენტში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოს წევრისთვის აკრძალვას იყოს 3 კომისიის შემადგენლობაში. ახლა არასწორი იყო, როცა ერთი წევრი უმაღლეს საბჭოსი იყოს 3 კომისიაში, იმიტომ რომ არც კომპეტენციით, არც კვალიფიკაციით, არც სფეროს მიხედვით ის ამ კომისიაში ვერ იმუშავებს ეფექტურად და ხშირად ტარდებოდა ამის გამოც გაერთიანებული კომისიის ხდომები. უმაღლეს საბჭოში შესაძლოა 2 ახალი ფრაქცია შეიქმნას. ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ვარაუდი საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გამოთქვა. საკითხს მედია ვასაძე და პეტრე ზამბახიძე გამოეხმაურნენ. ცხადია, ის იქნება ხელოვნური გაყოფა, არასწორი გაყოფა და მიმართული იქნება იქეთკენ, რომ კიდევ ვიღაცას ერთ უმაღლეს საბჭოს წევრს შეუქმნან კომფორტი, მანქანა, აპარატი და დაახლოებით 120,000-მდე ბიუჯეტის ხარჯი, რომელიც იქნება ყოველდღე გამომართლებელი. ჩვენ ახლა მექანიზმი შეწინააღმდეგების ბერკეტი არ გაგვაჩნია, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად, მაგრამ პოლიტიკურ შეფასებებში ვიქნებით ძალიან მკაცრი. ნებისმიერი ახალი ფრაქციის შექმნა, რომელიც ერთი პარტიის წევრების მიერ იქნება განხორციელებული, ეს იქნება მხოლოდ ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯისთვის გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნება მხოლოდ ფინანსების მიღებისთვის გადადგმული ნაბიჯი და ეს ნამდვილად არ იქნება რეგლამენტის შესაბამისი და ეს ნამდვილად არ იქნება იმ პრინციპების შესაბამისი, რაც მოქმედებს კანონმდებლობაში და ვფიქრობ, ეს ისევ იქნება გაგრძელება თანამდებობებისთვის და სკამებისთვის ბრძოლისა და რა თქმა უნდა, საზოგადოება ვფიქრობ დაიღალა ამდენი სკამის მოყვარული ადამიანის ხილვით და ეს მცდარი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ ნამდვილად. კორპორაცია ევექსი აჭარის მაღალმთიანეთის 3 კლინიკაში რამდენიმე ტიპის მომსახურებას წყვეტს. ქედის, შუახევისა და ხულოს კლინიკებს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, ასევე გეგმიური ოპერაციებისა და მშობიარობის ხარჯების დაფარვა შეუჩერდება. ევექსის გადაწყვეტილებას ეხმაურება ჯემალ ფუტკარაძე. უმაღლესი საბჭოს წევრი არსებული პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მიმაჩნია, რომ ეს ევექსის მხრიდან არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება, მას საქართველოს მასშტაბით გააჩნია 37 სამედიცინო ცენტრი და რატომღაც აჭარის მაღალმთიანეთში წყვეტს ამ სამედიცინო მომსახურეობას. ამასთან დაკავშირებით მე მინდა მივმართო აჭარის მთავრობას, პირველ რიგში აჭარის ჯანმრთელობის სტატუსისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს, რომ კაცრად შეაფასოს ეს საკითხი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვეგმავთ, რომ უმაღლეს საბჭოში მოვიწვიოთ დაინტერესებული მხარეები, რამე თუ მიგვაჩნია, რომ ეს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობას საგრძნობლად
უარესებს. მაღალმთიანეთში არსებული სამედიცინო ცენტრები, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მომსახურება უნდა დაიბრუნოს სახელმწიფომ, რომ იზრუნოს აი ამ რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე. აჭარაში მოღვაწე წარმატებული ბიზნესმენები დააჯილდოვეს. ცერემონიას მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დაჯილდოვდნენ ის ფირმები, რომლებმაც 2014 წლის წარმატებული საინვესტიციო პროექტები განახორციელეს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. გამოვლინდნენ წარმატებული ქალი ბიზნესმენებიც. ბიზნესმენთა დაჯილდოების ღონისძიება ყოველწლიურია და მას აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და ბიზნეს ასოციაციები რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით ახორციელებენ. ეს კიდევ არის დაჯილდოება, мотивация იმისა, რომ საქმე აკეთოს ბიზნესმა წარმატებულად და თითოეული ვისაც რაღაც გამორჩეული დამსახურება აქვს, ჩვენ გადავცეთ ეს სასიამოვნო, ასე ვთქვათ, პრიზები და დავაჯილდოვოთ. ვფიქრობ, სასიამოვნო ფაქტია, ბიზნესის მხრიდანაც არის კარგი რეაქცია და ვფიქრობთ, რომ ეს გაგრძელდება და დღეს უკვე მესამე ტარდება, მაგრამ ეს ამას ექნება ტრადიციული ხასიათი. რვა საკითხი განიხილეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე. რა პრეტენზიები ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს ნახეთ სიუჟეტში. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს ეროვნულ ჩემპიონატში და UEFA-ს ტურნირებში შეუფერხებლად მონაწილეობის მიზნით საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმისათვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა წარმოადგენდა. დეპუტატებმა საკითხი დაამტკიცეს და დადებითად შეაფასეს. კლუბ დინამოს დაფინანსება 1.300.000 ლარს შეადგენს. არის ლიცენზირების ეტაპი და ლიცენზიის გაცემა ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ ექნება საკლუბო გუნდს ფინანსური მხარდაჭერა და გარანტია. სხდომაზე ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცეს, რომლის თანახმად ინვესტორები, რომლებიც ასნობრიან სასტუმროს ააშენებენ და 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, კაორი მოსაკრებლისაგან გათავისუფლდებიან. საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ პროექტი კონკრეტულ კომპანიაზე არის მორგებული. ეხლა დღევანდელი ცვლილებით მოხდა დაზუსტება. ერთი ის შემთხვევაა, როცა მიწა გასხვისებულია სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე და სპეციალური საინვესტიციო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული 100-ნომრიანი სასტუმროს და 30 მილიონი დოლარის ინვესტირება. ეს შემთხვევა და მეორე შემთხვევა, როცა უკვე ინვესტირება ხორციელდება დეველოპერული კომპანიების მიერ კერძო საკადასტრო ერთეულებზე. იმ შემთხვევაში, როცა კერძო საკადასტრო ერთეულებზე არის ინვესტიცია, საპროექტო სახარშთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის და სპეციალური საბანკო გარანტიის შემთხვევაში ხდება ზონალური მოსაკრებლისგან განთავისუფლება. ნაკისრი ვალდებული შეუსრულებლობის შემთხვევაში სპეციალური აუდიტორული კომპანიის შეფასების შემდეგ ხდება ამ ქონების უზრუნველყოფა და გადმოცემა თვითმმართველობისთვის. საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით განკარგულების პროექტზეც იმსჯელა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ბულვარის ადმინისტრაციას 1 ნოემბრიდან ბათუმის სანაპირო ზოლი, კვარიათი და მწვანე კონცხამდე ტურისტულ სეზონზე პლაჟების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და დამსვენებელთა მომსახურების ორგანიზების მიზნით გადაეცა. საკრებულოს წევრებმა ასევე მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში დაამტკიცეს და 2015 წლის მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები განახორციელეს. მაჭახელას ხეობაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ახალმა გზამ, რომლის მშენებლობაზეც 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, სოფელი ჩხუტუნეთი მუნიციპალიტეტის ცენტრთან დააკავშირა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა წლების განმავლობაში იყო გადაუჭრელი და მისი მოგვარება სასიკეთოდ წაადგება ხეობის მაცხოვრებლებს, ასევე სტუმრებს, რომლებიც ქვეყნისათვის მრავალმხრივი მნიშვნელობის მქონე ტერიტორიით არიან დაინტერესებულები. ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 8-9 კილომეტრი გზა დაიგო. იქამდე იყო დაგებული 3 კილომეტრამდე და დარჩენილია ახლა დაახლოებით 3-4 კილომეტრი ზედა ჩხუტუნეთამდე. და ეს გზა აუცილებლად ავა ასეთი ასფალტიანი საფარი 5 სანტიმეტრიანი 4 მეტრი განით, აქეთ-იქეთ კივეტებით, ეს გზა აუცილებლად ავა ზედა ჩხუტუნეთამდე და აგრეთვე გადავა და ჩიქუნეთის მიმართულებითაც გაკეთდება ანალოგიური
ფიქრობ, რომ ნამუშევარი კარგია, თვითონ ხარისხი, რაც ჩანს, ჯერჯერობით კარგია და ნებისმიერ შემთხვევაში ამ გზაზე არის 3 წლიანი გარანტიას გვაძლევს მშენებელი გზის გამყვანი და ვფიქრობ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში თუ რამ გზას დაუზიანდება გააკეთებენ, ვფიქრობ, კარგი საქმე კეთდება. საჯარო დისკუსია თემაზე ქალაქის მომავალი გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მოხსენება მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა. დებატებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: თუ როგორ ვითარდება ბათუმი, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები და როგორია ქალაქის მომავალი. საჯარო დისკუსია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. ეს არის ტრადიციულად ჰაინრიხ ბიოლის მიერ კიდევ ერთი რიგითი შეხვედრა, დისკუსია, რომელიც ეხება ურბანულ განვითარებას და ქალაქ დაგეგმარებას. თემა ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალურია ჩვენი ქალაქისთვის, იმიტომ რომ ამ დრომდე ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ეს დოკუმენტი შეიქმნება და ამიტომაც დღეს ვფიქრობთ, რომ ძალიან ესეთი დებატები იქნება ჩვენთან, გაიმართება ამ თემასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს მომავალში ქალაქი. მინდა გითხრათ, რომ ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგია ეს არის ქალაქის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი. ამდენად ჩემს მიერ წარმოდგენილი იქნა ხედვა იმისა, თუ განვითარების კონცეფციის საფუძველზე როგორ უნდა შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და ამ სტრატეგიის ფარგლებში სწორად ჩამოყალიბდეს სწორედ ურბანული განვითარების სტრატეგია. რაც შეეხება თვითონ სტრატეგიის დაწერას, რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მოცულობითი პროცესია, მას გარკვეული დრო და საკმაოდ სერიოზული ფინანსები ჭირდება. კარგი იქნება თუ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ექსპერტები, უცხოელი ექსპერტები. გადაცემის მეორე ბლოკში ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცველებმა ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 3 პიროვნება დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები 19 აპრილს ღამით დაბა ოჩხამურში ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის 2 მოქალაქეს მშენებლობის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კოტეჯში თავს დაესხნენ და ცივი იარაღის მუქარით 1600 ჩინური იენი, 200 ამერიკული დოლარი, 200 ლარი, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი გასტაცეს. სამივე დაკავებული ამავე მშენებლობაზე მწველად მუშაობდა. გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. ქობულეთში 3 პირი დავაკავეთ, რომლებიც 19 აპრილს ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის 2 მოქალაქეს თავს დაესხნენ და ცივი იარაღის მუქარით ფული, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი გასტაცეს. ნაყაჩაღარი ფულის ნაწილი 1600 იენი, დაზარალებულების პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი, დანაშაულის იარაღი და ნიღბები ნივთკიცების სახით ამოვიღეთ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მე-12 აღნიშნული ბიბლიოთეკის კვირეული 30 აპრილს საქართველოს ბიბლიოთეკარის დღეს დასრულდა. დეტალები სიუჟეტში. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ მე-12 აღნიშნა ბიბლიოთეკის კვირეული. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საღამოები. კვირეული 30 აპრილს საქართველოს ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრით დასრულდა. ესეთი დღესასწაული ბიბლიოთეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან კარგია. ამ ყველაფრის საშუალება ბიბლიოთეკას აქვს, რა თქმა უნდა. მერის მხარდაჭერით, ბათუმის მერის მხარდაჭერით, რადგანაც მერიდან ფინანსდება ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკას აქვს ყველა საშუალება და შესაძლებლობა, რომ ასეთი შეხვედრა ჩაატაროს, ზოგადად ასეთი შეხვედრები ატაროს ბიბლიოთეკაში და არა მხოლოდ ბათუმის მასშტაბით, არამედ ამ შემთხვევაში როგორც დღეს იყო აჭარის მასშტაბით. დასკვნით საღამოს აჭარის რაიონის ბიბლიოთეკისა და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შემოქმედი ბიბლიოთეკარი, მკითხველთა სიმპათია, პუნქტუალური ბიბლიოთეკარი, გულისხმიანი ბიბლიოთეკარი, სხვადასხვა რაიონის 2014 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი. ეს ის ნომინაციებია, რომელიც შემაჯამებელ საღამოზე გამოავლინეს და ყვავილები ფასიანი საჩუქრებით და ბიბლიოთეკის სიგელები გადაეცათ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, იმიტომ რომ თითოეული ბიბლიოთეკარის ვალია
მართლა სიმპათიურად მიიღოს თითოეული მკითხველი ბიბლიოთეკაში შემოსული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებას, ჯერ სტიმულია ყველა ჩვენი თანამშრომლების ველით რაღაცა ახალს წარმატებას ფინანსურს და ისედაც ყველა ბიბლიოთეკარს მოულოცავ, რადგან ძალიან რთული პროფესია გვაქვს და მეორედ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მიხარია რომ ფასდება ჩვენი ღვაწლი, ჩვენი შრომა და ძალიან დიდი მადლობა საჯარო ბიბლიოთეკას, რომ ეს ერთი ტრადიცია მაინც შეინარჩუნა და ჩვენ კიდე გვაზიარა ამ სიხარობს. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მომუშავე ყველა ქალბატონს გადაეცა ყვავილები და სადღესასწაულო ფულადი პრემია 100 ლარის ოდენობით. საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა ხელოვნების ცენტრში. ფოლკლორული გუნდები, როკ შემსრულებლები, პიანისტები, საოპერო მომღერლები, ეთნომუსიკოსის ქეთევან ნაგერვაძის დასახმარებლად გამოვიდნენ. საქველმოქმედო კონცერტზე ადგილობრივ ხელოვანებთან ერთად ნომრებით წარსდგა ზუგდიდის სამი ანსამბლი. კონცერტი ხელოვნების ცენტრში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბათუმის პარალელურად ღონისძიება თბილისშიც მიმდინარეობდა. ქეთევან ნაგერვაძე გადაცემა ეთნოფორის პროდიუსერია. ავარიის შედეგად იგი რამდენიმე თვის წინ დაშავდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მნიშვნელობა არ აქვს რა ჟანრში მოღვაწეობს მუსიკოსი. მე ვფიქრობ, რომ დღეს არის ის დღე, როდესაც ყველა ჟანრის შემსრულებელი უნდა დადგეს ერთად და დავეხმაროთ ქეთევანს, ასე რომ ჩვენ მე და ბექა სიამოვნებით ვღებულობთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. ესეთი საქველმოქმედო საღამოები აუცილებელია ყველასათვის. ყველა ოჯახისათვის, ვისაც ის ამ გასაჭირის წინაშე დგას. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქეთის ყოველ სუნთქვას საჯამთელოდ წაადგება დღევანდელი ღონისძიების მონაწილის თითოეული სილამაზე ექნება, თუ თქვა თითოეული ნომერი. მე უფალს შევთხოვ, რომ ქეთი ისევ მალე დადგეს ფეხზე და ისევ წარუძღვეს იმ ულამაზეს ღონისძიებას, რომელსაც ეთნოფორი ქვია, რომელსაც ის მიუძღოდა წინ და რომელსაც ნატურობს მისი ჯგუფი მის გვერდში ყოფნას. ყველა აბსოლუტურად არის რაღაც საოცარი ენთუზიაზმით სავსე. აღარ არის ის განწყობა, რომ აი რაღაცა მძიმე მდგომარეობაშია ქეთი, პირიქით ყველას აქვს ძალიან დიდი იმედი და აი ამ ერთიანობამ ყველა ადამიანი რო ერთად შეიკრიბა, ყველა ხელოვანი შეიკრიბა, ჩამოვიდნენ სტუმრები სამეგრელოდან, ბაიარშაჰინი ჩამოვიდა სპეციალურად სტამბულიდან. აი ამ განწყობამ ძალიან დიდი სტიმული მისცა ყველა ჩვენთაგანს, ქეთის მეგობრებს, ქეთის ოჯახის წევრებს და მე ვფიქრობ თვითონ ქეთისაც, იმიტომ რომ აი ესეთი დამოკიდებულება, ასეთი რაღაც ერთიანი განცდა მისი მდგომარეობის ალბათ ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს მას. მადლობა დიდი ასეთი დიდი მხარდაჭერისათვის. ეს უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილის მეორე დაბადებაა. დიდი მადლობა მთელს საზოგადოებას, ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს ტრაგედია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი ერის შვილებს არ გარგავს. ასე რომ მე მაქვს იმედი, რომ თქვენი დახმარებით, ხალხის დახმარებით ჩემი შვილი გადარჩება. პირველად საქართველოს ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში წელს ბათუმი უმასპინძლებს. ამ ეტაპზე ღონისძიებისთვის მოხალისეების შერჩევა მიმდინარეობს. საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნულმა ფედერაციამ საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა. ახალგაზრდებს დაგეგმილი ჩემპიონატისა და სპორტის ამ სახეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში გასულ წელს გვატემალაში ჩატარდა. შეჯიბრი ბათუმში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება და მასში მონაწილეობას 30 ქვეყნის 1000-მდე მონაწილე მიიღებს. 2013 წლის ნოემბრის თვეში მონაკოში გამოცხადა ტენდერი, თუ ვინ უმასპინძლებდა მსოფლიო ჩემპიონატს ბიატლსა და ტრიატლში. ჩვენ წარმოადგენთ სატენდერო დოკუმენტი, სადაც გამარჯვებული გავხდით, შესაბამისად დავიწყეთ მომზადება იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატაროთ მაღალ დონეზე. რაც შეეხება ბათუმის ადგილმდებარეობას, ყავდა ჩამოყვანილი საერთაშორისო ფედერაციის დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებსაც შეაფასეს დადებითად ბათუმი. სტუდენტებთან შეხვედრის მიზანი იყო, რომ ვარჩევთ მოხალისეებს, ზოგადად გავაცანით, მივაწოდეთ ინფორმაცია სტუდენტებს, თუ რისთვის არის ეს ყველაფერი გამიზნული, რა ტარდება, ინფორმაცია რო უფრო უკეთესად გაერკვნენ. სანტიმეტრამდე სიმაღლის და ერთ სპორტ
ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების და პრობაციონერების მიერ შექმნილი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა მოიწყო ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში. პროექტი დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და მის მიზანს აჭარასა და ზემო სვანეთის რეგიონებში ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, ასევე პროფესიული უნარების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას წარმოადგენს. ძალიან საინტერესო შედეგები დღეს იყო წარმოქმნილი და დღეს შევეცადეთ ასე რომ ჩვენი სტუმრებისთვის მიგვეყიდა ჩვენი ყოფილი პატიმრების ნამუშევრები. ძალიან საინტერესო პროგრამაა და პროგრამა გრძელდება. ეს არის შუალედური შედეგები, რომელიც მოიცავს აჭარასა და სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონს. ეს პროექტი არის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღნიშნულ პროექტს დიდი პერსპექტივა აქვს, რადგანაც მომავალი 3 წლის განმავლობაში იგეგმება დამატებითი გრანტების გამოყოფა მსგავს პროექტებზე. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. სიახლე აჭარაში პირველად ევროსტანდარტის ავტობაზრობა აღჭურვილი ვიდეო კონტროლით, დაცვით, ისარგებლეთ ყოველდღიური ღია და დახურული ბაზრობით. მოქმედებს აქცია განათავსეთ თქვენი ავტომობილი 1 თვის განმავლობაში უფასოდ. მისამართი სამხედრო პოლკის დასახლება სვიშევსკის ქუჩა, ნომერ 1 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია. მობილური ტელეფონი 579 80 50 00. Liberty Bank-ი გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ და თქვენზე მორგებულ სესხებს. მიკროსესხი, აგროსესხი, მცირე სესხი და საკურორტო ბიზნეს სესხი. განავითარეთ თქვენი ბიზნესი ჩვენთან ერთად. Liberty Bank-ი, ყველგან და ყველასთვის. Royal Taxi თქვენი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის გარანტია მუშაობთ 24 საათიდან. გაკავშირდით ნომერზე 579 და ზევსი ვინ იყო? ზევსი? ზევსი მეთევზე შეიძლება იყოს. ვინ იყო საქართველოს პირველი მეფე? საქართველოს პირველი მეფე მე გავაკეთე ზემში ბაღი რომ მქონდა და ბაზარა არის. ბაზარი არის, როცა ბაბუები მიდიენ და სოკოს კიფლავებს. Liberty Bank-ი გთავაზობთ სალომბარდეს სესხს ყველაზე მაღალი შეფასებით და ყველაზე დაბალი საპროცენტო სარგებლით საქართველოში. ინფორმაციისთვის დარეგეთ 255 55 00. რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად გიბრუნდებით. თენგიზ აფხაზავა საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის განვითარების თავმჯდომარეა ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, მადლობთ რომ მოგბრძანდით. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელზეც თქვენ წარადგინეთ მოხსენება. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, აი რაზე იყო აქცენტირებული უფრო დეტალურად? პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. პირველად ვარ თქვენი ტელეკომპანიის სტუმარი და მინდა წარმატებები გისურვოთ. რაც შეეხება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბოილის ფონდის მიერ გამართულ თემატიკას ეხებოდა ქალაქის урბანული განვითარების სტრატეგიას და მასზე სამოხსენებელი იყო ერთ-ერთი მე წარვადგინე პრეზენტაცია, რომელშიც შევეცადე წარმომეშინა ის პრობლემები, რომლებიც თან ახლავს ესოდენ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიის შემუშავებას. ძალიან ისეთი ასრთა სხვადასხვაობა იყო, თქვენ ესწრებოდით ალბათ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველა ექსპერტი თანხმდება ერთ რამეზე, რომ სტრატეგიის შექმნა თვითონ არის საკმაოდ შრომატევადი სამუშაო, რომელსაც სჭირდება საკმაოდ კვალიფიციური მაღალპროფესიონალური გუნდის ჩამოყალიბება პირველ რიგში და სანამ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყება, კონკრეტული კონცეპტუალური ასპექტების ჩამოყალიბება, თუ რას ფიქრობ შე როგორ უნდა გამართარდეთ. და კიდევ ერთი, რაშიც ვერავინ ვერ გადამარწმუნებს, ნებისმიერი ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის урბანული განვითარების სტრატეგია, ეს არის მთლიანად ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო კომპონენტი. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩემი, ვთქვათ, გამოსვლა სწორედ ამაზე იყო აგებული.
და თქვენ ახსენეთ მაშინ რომ საჭირო არის ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა. მე ვთქვი რომ კარგი იქნება და რატომ მე გეტყვით ამას ჰქონდა თავისი წინაპირობა დიახ იქ შეკითხვა დაისვა რომ წინა საარჩევნო პერიოდში იყო ქალაქ ბათუმის მერის მხრიდან გაკეთებული თქოთ დასმული საკითხი რომ ჩვენ დავიწყებდით მუშაობას ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიაზე მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი დაიწყო და დაიწყო ეგრეთ წოდებული აქტივების რუკის პროექტი ანუ ტენდერი უკვე ჩატარებულია გამარჯვებული ცნობილი ეს არის ძალიან სერიოზული კომპანია რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის უკვე დადებს ამ გამზადებულ პროექტს რაც აქტივების რუკა ქვია რას ითვალისწინებს აქტივების რუკა ეს არის ყველა მატერიალური და არამატერიალური აქტივის დათვლა, მისი სისტემატიზაცია, ანუ სხვადასხვა უჯრედებში ჩალაგება, ესე ვთქვათ, კონცეპტუალური ასპექტების ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა იქნეს მართული ეს აქტივები და შემდგომ უკვე პროგრამული მართვა მისი გაწერილი, ვიზუალური ციფრული რუკების შექმნა თავისი ცხრილებით, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება და ბოლოს ეს არის მიბმა მისი ბიუჯეტზე, რათა ეფექტურად მოხდეს ბიუჯეტის განკარგვა. ეს არის, როგორ გითხრათ, უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დაედება საფუძვლად სწორედ ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, თუ ჩვენ ამას უბრალოდ არ გავაკეთებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ურბანული განვითარების სტრატეგიის შექმნაზე ლაპარაკი დარჩებოდა მხოლოდ საუბრად და მეტი არ. და ბატონო თენგიზ თქვენ როგორც მომხსენებელი და როგორც კომისიის თავმჯდომარე, აი დღევანდელ ქალაქში რა პრობლემებს ხედავთ? ბუნებრივია ბოლო ათწლეულება ბევრი პრობლემა მოიტანა ქალაქში. მე მინდა გითხრათ რომ აი ურბანული განვითარება ზოგადად სივრცით განვითარებას გულისხმობს. სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა გამოცდილება არსებობს ესეთი პრობლემების დალაგების. მაგალითად საქართველოსთვის მე ავირჩევდი ევროპულ მოდელს, სადაც კარგად არის ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული სივრცითი განსახლების მოდელი და ჩვენ ეს მოდელები გარკვეულწილად თავის დროზე, როდესაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა გუნდი უბრალოდ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება, აი ამ გუნდში, შიგნით ეკონომიკურ გუნდში სწორედ შემუშავდა ეს კონცეფცია ეგრეთ წოდებული განსახლების თეორია, პროექტი უკაცრავად. შეიძლება თვითონ სიტყვა განსახლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის საფუძველი. ანუ გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობას არ აქვს მნიშვნელობა, თქვა ბათუმში თუ ჩვენს რეგიონზე ვისაუბრებთ, ბათუმში ცხოვრებს, შუახევში თუ ხულოში, მას ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მან შეძლოს სამუშაო ადგილის პოვნა ქალაქში, იცხოვროს ხულოში და იმუშაოს ბათუმში. აი ეს დაახლოებით ეს პრინციპია. სივრცითი მოწყობა მთლიანად რეგიონის და თქვათ მოსახლეობის გადანაწილება აი ამ სივრცეში და მისი თქვათ განსახლება, მიგრაციული პროცესების განსაზღვრა თვითონ რეგიონის შიგნით როგორ შეიძლება მოხდეს იმ ეკონომიკური განვითარების კონცეფციის საფუძველზე, რომელიც როგორც მოგახსენეთ, უკვე მუშავდება ჩვენს მიერ და კიდევ უბრალოდ გამორჩა მინდოდა მეთქვა რომ გარდა ამისა ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს გაეროს განვითარების პროგრამასთან და თანადაფინანსების ფარგლებში სწორედ გაეროს ექსპერტები ჩაერთვებიან ქალაქ ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მინდა გითხრათ რომ თუ კი მაგალითად ბათუმის ბიუჯეტს 2-დან 3 მილიონ დოლარამდე რო გადავიყვანო დაუждდებოდა ეხლა ეს დაუждდება 10-ჯერ უფრო იაფი, იმიტომ რომ დაახლოებითი პროპორცია იქნება 1-10, ანუ თუ დაუშვათ ჩვენ ჩავდებთ მილიონს, ისინი ჩადებენ გაეროს განვითარების პროგრამა ჩადებს 10 მილიონს და ერთ-ერთი კომპონენტი იქნება სწორედ ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ანუ თქვენ ახსენებთ რომ რაღაც კუთხით მერიას დაწყებული აქვს ამ ხალხს. ეს აქტივების რუკა უკვე გითხარით ტენდერი დასრულდა და ეს არის საფუძველი სწორედ იმისა რომ ამ პროექტის შემდეგ ჩვენ პარალელურ რეჟიმში კიდევ ერთხელ ამბობ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ უკვე ურბანული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას. მე მინდა გითხრათ ვიღაცას ილუზია რო არ ქონდეს. ეს არის ძალიან ესეთი შრომატევადი პროცესი კიდევ ერთხელ ამბობ. მე მინდა უბრალოდ მოსახლეობა მიცოდეს კარგად. თუ ჩვენ ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ეს თვითმმართველობა, რომელიც ეხლა არის არჩეული და რომელიც ფუნქციონირებს ეხლა თუ ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში კიდევ გვაქვს დარჩენილი 3 წელიწადი, თქვათ ლეგიტიმური ვადა, თუ ჩვენ მოვახერხეთ და შევქმნით ურბანული განვითარების სტრატეგია, მე ვიტყვი რომ ჩემს დეპუტატობას ტყუილ არჩეული. გასაგებია. ბატონო თენგიზ თქვენ ამბობთ რომ ამ მხრივ დაწყებული არის მუშაობა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან ხშირად მოდის ბრალდებები, იგივე ბიუჯეტის ნაშთის განხილვა რომ იყო საკრებულოში, თუნდაც ჟილინის თემა
თემაზე იყო საუბარი. ოპოზიცია ამბობს, რომ იწყება პროექტები და არ სრულდება. რატომ ხდება ისე, რომ თქვათ დაიწყო რამოდენიმე პროექტი და ჩერდება ფაქტიურად აინტერესებს მოსახლეობას ეს ყველაფერი. რატომ ჩერდება ეს პროექტი? სწორი შეკითხვა და აქცენტი სწორად არის გაკეთებული, ძნელია არ დაგეთანხმოთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ განსხვავება იმ ოპოზიციურ დღევანდელ ოპოზიციურ ფრაქციას და მაშინდელ ხელისუფლებას და ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას შორის. გუშინ საგრებულოს თომაზე ჩვენ მქონდა ანგარიში 2014 წლის ბიუჯეტის ანგარიში განვიხილეთ, შესრულების ანგარიში და მე მინდა გითხრათ, რომ იმ დასკვნას, რომელიც დადო ჩემმა კომისიამ კონკრეტულად ოპოზიციამაც კი დაუჭირა მხარი. ანუ თუ მათი ხელისუფლების პირობებში მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ კი ბატონო რაღაც პოზიტიური გაკეთდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. მაინც იდეალურად იყო ყველაფერი, ჩვენ შავზე ვამბობთ, რომ ეს შავია, თეთრზე ვამბობთ, რომ ეს თეთრია. ცხადია, ხა როცა 34 მილიონიანი ნაშთი გაქვს, არ შეიძლება კარგად შეფასდეს ბიუჯეტის შესრულება. მაგრამ დიახ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ 34 მილიონიდან გარკვეულ პროექტებს ვალდებულების სახით ჰქონდათ გადასული, მე ერთ დასკვნას გეტყვით, ბიუჯეტის საკითხვა ყველამ არ იცის. ბიუჯეტი ასე მარტივად არ იკითხება. შეიძლება რომ ოპოზიციამ კარგად ვერ წაიკითხა. რა თქმა უნდა, ვერ კი არა, არიციან როგორ წაიკითხონ ბიუჯეტი, პირდაპირ გეტყვით. ანუ ფინანსური ნაკადები ეს ასე ხო არა 100 მილიონი დევს და ვიხებთ და ვხარჯავ. ფინანსური ნაკადები მუდმივად შემოდის, გადის სხვადასხვა შემოსავლები და რაღაც პერიოდში მეტი შემოდის, რაღაც პერიოდში ნაკლები შემოდის. მე მოგეხსენება ჩვენ ახლა გადავიდით ერთიანი ხაზინის ელექტრონული ხაზინის სისტემაზე და გამკაცრდა კონტროლი სწორედ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ 34 მილიონზე, მე მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ რეალურად ეგრეთ წოდებული პრობლემური თანხა, ანუ უვალდებულო თანხა დავარქვათ ამას, იყო დაახლოებით 9 მილიონი. ეს არის ბათუმის ბიუჯეტის 2014 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 7%. ანუ პრობლემური თანხა იყო 7%. რა თქმა უნდა, ეს არ არის. დაახლოებით 9-დან 10 მილიონ ლარამდე იყო, ასე ვთქვათ, პრობლემური თანხა, რომლის გარკვეულწილად პროგნოზირება შეიძლებოდა და მე სწორედ დასკვნას შეჩაუწერე, ასე ვთქვათ, მერია. რატო ვერ ხერხდება აი საკრებულოს ხდომებზე ოპოზიციის დარწმუნება მაგ ყველაფერში? არა, მოდით ესე ვთქვათ რა, ოპოზიციის დარწმუნებაზე აქ არ არის ხა ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებდა პრინციპს და ცდილობს ახლა დაამკვიდროს პრინციპი. ანუ როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ყველაფერი რასაც თვითონ ამბობდნენ იყო იდეალური და მართალი, ხოლო რასაც ამბობდა ოპოზიცია არ იყო მართალი. ჩვენ შემთხვევაში იგივე ნაციონალური მოძრაობა როცა შემოვიდა კარგი პროგრამით, ჩვენ ქართულ მოსახლეობამ დაუჭირეთ მხარე. ასევე იყო ახალ თავისუფალი დემოკრატების შემთხვევაში. ნებისმიერ კარგ პროექტს, ნებისმიერ კარგ პროგრამას, ვისგანაც არ უნდა იყოს ის ინიციირებული, ჩვენ დაუჭერთ მხარს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 6 თვის ბიუჯეტის ანგარიში იყო ჩემი როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის სუპირველი კომისიის ხდომა. ნახეთ მაშინდელი დასკვნა. არ იყო საკმაოდ ესე ვთქვათ ნეგატიური დასკვნა დავდე მაშინ, იმიტომ რომ 28 მილიონიანი ნაშთი იყო. არც თლად სასიამოვნო წასაკითხავია ის დასკვნა, რომელიც ეხლა დაიდო, მაგრამ ეხლა ნუ როგორ დასკვნა არის დასკვნა. იქ ითვალისწინება არა მარტო ჩემი აზრი და არა მარტო ხელისუფლების აზრი, არამედ ოპოზიციის აზრი. როდესაც რაღაცას ამბობს ოპოზიცია, თქვათ ერთი ან მეორე ან მესამე, სამი ოპოზიციური ფრაქცია გვაქვს, მე რა უფლება მაქვს იმათი შენიშვნა არ ავსახო კომისიის დასკვნაში, ხო? ანუ მით უმეტეს თუ კი ეს არის ტენდენცია. ამიტომ ეს არის სწორედ სხვაობა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ კატასტროფულად ნამდვილად არა, ქალაქ ბათუმი ვითარდება და მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება და ამას ჩვენი მოსახლეობა ნახავს. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ პროექტებს, მე მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმში დაახლოებით 2-ზე უფრო მეტჯერ მეტი პროექტზე გაიცა ნებართვა, ვიდრე წინა 9 წლის განმავლობაში. ეს დღეს დაახლოებით 200-ზე მეტი პროექტი დევს შესათანხმებელი. სამშენებლო პროექტებზე მაქვს საუბარი, ასე რომ ტყუილა აპელირებენ ჩვენი ოპონენტები და უსაფუძვლა მათი. მე მათ ურჩევდი გადაშალონ წიგნი და ისწავლონ ბიუჯეტის საკითხი. მაშინ ესეთი შეცდომები არ მოუვათ და არც თვითონ არ შეიყვანენ თავის შეცდომაში და არც მოსახლეობას. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ საჯარო დისკუსიაზე ქალაქის მომავალი. რაზე შევთანხმდით, როგორ იქნება ქალაქის ბათუმის სამომავლო იერსახე, როგორ იქნება ქალაქი? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ზოგადად პრინციპში სტრატეგია ცნობილია, იმიტომ რომ შესაძლოა კიდევ ერთხელ ამბობ, თავის დროზე როცა ჩვენი გუნდი მოდიოდა ხელისუფლებაში, ჯერ
თქვათ ცენტრალური ხელისუფლება, შემდეგ ადგილობრივი მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ეხლა თვითმმართველობა, რეალურად ჩვენ ცარიელი ხელით არ მოსულვართ აი ქართული ოცნების საზოგადოებრივი მოძრაობის წიაღში შექმნა რეგიონული განვითარების კონცეპტუალური ხედვა, სტრატეგიების რაღაც ნაწილი შემუშავდა, ასე რომ ჩვენ დაახლოებით ვიცით როგორ იქნება ბათუმი. ბათუმში არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი ეს არის ბათუმი არის ძალიან სერიოზული ლოგისტიკური ცენტრი. ეს არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, მეორე ბათუმი არის ტურისტული ცენტრი. ანუ ეს არის მეორე პრიორიტეტული მიმართულება, მესამე ბათუმი არის გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი. ეს არის მესამე, იმიტომ რომ საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად ვითარდება და ანუ ეს ალბათ ძირითადად ეს სამი მიმართულება იქნება, მაგრამ გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პარალელურ რეჟიმში გაეროს განვითარების პროგრამაში ვფიქრობთ, იმ მემორანდუმის ფარგლებში ვფიქრობთ შექმნათ პრეცედენტი საქართველოში უშუალოდ პირველი ინდუსტრიული კლასტერის შექმნის. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამისთვის უკვე დონორებთან მუშაობა დაწყებულია, რომ დააფინანსონ ეს პროექტი. დიდი მადლობა ბატონო თენგის. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თენგის აფხაზავა, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე. განვაგრძობთ გამოშვებას. კვირის ამბების ყოველკვირეული რუბრიკა ბათუმელი. ნახეთ ნინო სულუხიას ინტერვიუ გენადი მახარაძესთან. ბატონო გენო, რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმელობა? რა პასუხისმგებლობა არის ეს? ბათუმელობა სხვათა შორის ამასთანაც იყო გადაცემა ერთ-ერთმა გამომცემლმა ისაუბრა, რომ ბათუმელობა რას ნიშნავდა, ეხლა გავიგეო. ზოგს გონია, რომ ბათუმელობა ბათუმში დაიბადა, გაიზარდა და ეს არის ბათუმელობა. ბათუმელობა ის არის ჩემი აზრით, რომ ბათუმისთვის ერთ სასიკეთო საქმეს მაინც ადამიანი გააკეთოს, მნიშვნელობას რა თქმა უნდა. ქალაქისთვის და შესაბამისად ქვეყნისთვის. რას შეცვლით ბათუმში, ან რას ფიქრობთ, რომ არის შესაძლებელი? ბათუმში სამწუხაროდ ბოლო წლებში ისეთი რაღაცები გააკეთა, შეიცვალა, რომ მისი შეცვლა ხელახლა ალბათ თითქმის შეუძლებელია. მხედველობაში მაქვს ბათუმის განაშენებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს ყველაფერი კარგია, რაც კეთდებოდა და კეთდება. ნუ რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მაგრამ თუმცა მაინც ბათუმი ძველი ქალაქია. ფიქრობ ცენტრალურ, ასე რომ ვთქვათ, უბნებში, ცენტრალურ ზოლში მაინც უნდა შენარჩუნებულიყო ის ძველი ნაგებობები, ის იერსახე, რაც ბათუმს უდიდგანვე და თუნდაც ერთი 20 წლის წინ 15 წლის წინ რო მქონდა. ეს მაღალი სახლები, რომლებიც ცენტრალურ უბანში შენდება, რაღაც ზოგიერთი რა თქმა უნდა მისაბაგია, მაგრამ ზოგიერთი მერწმუნედ ჩემი გადასახადი რა თქმა უნდა არ შეეფერება იმ ბათუმს, რაც უნდა ყოფილიყო ბათუმი, იმიტომ რომ არის უამრავი ტერიტორიები ბათუმს ქალაქს გააჩნია, სადაც შესაძლებელი იყო იმისი აშენება და გაკეთება. შეცვლა ალბათ გვიან არის, აწე უნდა ყოველ შემთხვევაში ისე გაკეთდეს და განისაზღვროს ყველა მიმართულებები, რაც შეეხება ქალაქ ბათუმს. რომ უკეთესი იყო და ჯდებოდეს როგორც ქალაქ ბათუმის, ასევე ქალაქ ბათუმის საზოგადოებას, ბათუმელებისთვის და ქალაქ ბათუმის მაცხოვრებლებისათვის. რა არის ის, რაც აღარ არის ბათუმში და გენატრებათ? ეს საინტერესო შეკითხვაა. ეხლა რომ ადრე ქუჩებში დავდივდით ბათუმში, თუნდაც 20 წლის წინ, 15-ის უფრო მეტი წლების განმავლობაში თითქმის თვითონ მეორე ნაცნობი იყო. შეხვდება ნაცნობი სახეები, ნაცნობი პიროვნებები. ეხლა დამერწმუნებით, რომ ქალაქში რო გადიხარ, ალბათ 100 ადამიანში შეიძლება რომ 1-2 ნაცნობი შეხვდეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა კარგია, როდესაც უცხოეთიდან სტუმრები მოგზაურობიან, თუმცა აქვე აღნიშნულ არც ისე სახარბიელა, რომ ამდენი უცხოელი ბათუმში ჩაეწერდა მიიღო მოქალაქეობა საქართველოს. ეს არამარტო გადაჭარბებულია, ნამდვილად ბევრი არის რაღაცა ზღვარი უნდა დაწესებულიყო თავის დროზე ალბათ მომავალში აი ეს იქნება გათვალისწინებული. ბევრი რაღაცა ისეთი, რასაც
ბათუმს ალამაზებდა და აღარ არის რაც იყო და რომლებიც ასე თქვას უკვალო წაიშალენ ყველა ბათუმის ის ნატრებოდა ის ახსოვს და ზუსტად ის არის ის იყო ბათუმის ქალაქის სიმდიდრე ვიცი და უნდა ვიცოდეთ რომ ვინა ვარ ჩვენ და ყველა ის და ყველა რომელს გააჩნია თავისი ისტორია თავისი კულტურა და ეს არასდროს არ უნდა იშლებოდეს და ყველა მიმართულებები უნდა რჩებოდეს და აი ამით არის ერი ამაყი და ერი მდიდარი თავისი კულტურით თავისი წესებით შესაბამისად ამ მიმართულებითაც ბევრი რაღაცა წაიშალა ნამდვილად დამერწმუნებით ალბათ გულსატკენია როდესაც მართლა ისეთი ადამიანები, როდესაც მართლა ღირსეული ადამიანები, რომელსაც არაერთი დიდი საქმეები უკეთებია, რომლებიც ბათუმში და ბათუმელი ნამდვილი ბათუმელები იყვნენ. და როდესაც ეს ასეთი ადამიანები ასე იყვნენ, აკეთებდნენ, უფალმა ასე ინება, რომ აღარ ბრძანდებიან და თითქოს არ ყოფილა. ესე არ უნდა ვაკეთებდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ აი ყველაფერს იმედი მაქვს 100%-იანი ჩემი გადასახედიდან რომ ეს მთავრობა და შემდგომი მთავრობები უკვე მუშაობა მე როგორც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და მერის დაქვემდებარებაში არის ბიბლიოთეკა მე არა მხოლოდ ბიბლიოთეკის საქმიანობა ვიცი ასევე იმ თათბირებს შეხვედრა რომელსაც ვესწრები მერიაში განიხილება ქალაქ ბათუმის სხვადასხვა მიმართულებები და აქედან გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ აი ბოლო 2 წელია ნამდვილად დაიწყო ყველა მიმართულებებით უკეთესად წარმოჩენა, უკეთესად გაკეთება და მაგრამ ყველაფერი არ შეიძლება ერთ დღეში და ყველაფერი გაკეთდეს, მაგრამ თავარი რა არის, რომ აი მიმართულება, პრიორიტეტი არის, უნდა იყოს სწორად განსაზღვრული ეტაპობრივად ნელა ვაკეთოთ ეს ყველაფერი. რასაც როგორც განაშენიანება ისე ღირსეული ადამიანები, როგორც ბათუმელები და ყველა მიმართულებები. და მე ეწუნეთ, რომ ეს მხოლოდ ამ ბოლო 10 წლის შიგნით აი ყველაფერი ასე აირია. ალბათ დაწყებული 1995 წლის რო დაიწყო ყველაფერი ხო ცოტა იქეთ-აქეთ ჯამში ეს ბევრი დაგროვდა, უამრავი დაგროვდა პრობლემები. და ახლა უნდა საზოგადოების ჩართულობით მთავრობამ ბათუმის მერიამ ერთობლივად უნდა ამ მიმართულებით იმუშაოს და ნამდვილად გულწრფელად და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი დღეს არ ჩანა საზოგადოებისთვის, მაგრამ დაგეგმილი არის უამრავი მიმართულება და რაღაც ალბათ უმეტესი ნაწილი მე ასე მინდოდა, ასე ვიტყოდი, რომ ალბათ გამოსწორდება. რა თქმა უნდა, ყველაფრის გამოსწორება რაც ადრე იყო, გაქრენ, უზო წაიშალა ზოგი რაღაცები. თქვენს დამოკიდებულებაზე რო გითხრათ თანამედროვე და ძველი ბათუმელებისადმი. საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ პირველად საერთოდ 1980-იან წლებში შემოვიდა ესეთი ტერმინი ახალი რუსები. აი, ზირთად მაშინ დაიწყო, იქ რუსეთში დაიწყო ეს ეგა. ეხლა მე იწყება ესე იგი ახალი ბათუმელები და ესე რომ ვთქვათ მარტივად, ხო? მე ვფიქრობ, რომ ახალი და ძველი ბათუმელები არ უნდა იყოს ბათუმელები. ისიც გულწრფელი ნამდვილი ბათუმელები ბრძანდებიან, ვინც ადრე მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ. მეორე მიმართულება ახალგაზრდები, რომლებიც დღეს საქმიანობენ და შემდგომში გააგრძელებენ საქმიანობას ან ახალი თაობა მოვა, უბრალოდ ვითარდება ქვეყანა. ყველაფერი წინ მიდის. შესაბამისად იცვლება ტექნოლოგიები. ხო, აი თანამედროვე ძალიან კარგია, უნდა იყოს თანამედროვეობა. ხო, ადრე გუთნით ხნიდნენ მიწას, ეხლა კიდე ტექნიკით, ხო? თავარი არის, რომ აი ის უნდა კეთდებოდეს შენი ქალაქისთვის, შენი ქვეყნისთვის და შენი ხალხისთვის და შენი ქვეყნის მაცხოვრებლებისათვის. და უმთავრესი ასევე რომ შთამომავლობას უნდა დაუტოვა ის, რაც არის ქართული და რაც არის ქართველობა.
აი მაშინ არის შეიძლება თქვას, რომ ორივე მხარე ეს იქნება ძველი თაობა თუ არ ახალი თქვა პატრონები როგორც გამოგზავნებ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი რომ ყველამ აი ის საქმე აკეთებს, რომელიც წაადგება თავის ქალაქს და შთამომავლობას არ დაავიწყდება და ყოველთვის ექნება როგორ თვალწინასები ყველგან, რომ რა არის თავისი ქვეყანა და როგორი ისტორიის, როგორი კულტურის მატარებელი ქვეყანაში დაბადებულა თურმე. და ბოლოს, რას უსურვებთ ბათუმს და ბათუმელებს? აქ ალბათ დაფიქრებაც არ არის საჭირო. პირველ რიგში მშვიდობა. ჯანმრთელობა. არა მარტო ბათუმელებს მშვიდობა და ჯანმრთელობა, არამედ საქართველოს და ყველა ადამიანს. რა თქმა უნდა, გამრავლებას. ახალგაზრდების დაოჯახებას ვერ უნდა გამრავლდეს ქალაქიდან წასული ბათუმლები. დაბრუნებულიყო თავის ქალაქში და ჩამობრძანების სტუმრად ჩამობრძანებულიყვნენ იმდენი ყოფილიყოს ქართველები ბათუმში, რომ მხოლოდ სტუმრად შეგვეძლო სხვების მეკება და არა თავისუფალ ადგილებზე ისინი დამკვიდრდნენ და ჩაეწერენ და ჩვენი ბათუმელების მამაპაპურის სახლები, უპატრონო დარჩენილი სახლები არის ესეთებით, რომ არ დაუფლებოდნენ არამედ ჩვენ ქალაქელებს, ჩვენ ბათუმელებს შეენარჩუნოთ და ეცხოვროთ ბედნიერად, კვირად და ლამაზად საუკუნეები. ეს არის ჩემი ალბათ უმთავრესი. ეს იყო კვირის ამბები და მე მისი წამყვანი ია გოლიაძე. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მადლობთ რომ გვიყურეთ.